ხელვაჩაურის საკრებულოს ხდომა დღეს ხმაურის ფონზე გაიმართა, თუმცა 17 მომხრე ერთი წინააღმდეგი მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მაინც დამტკიცდა. ხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ხელვაჩაურის საკრებულოს ხდომაზე დღეს დეპუტატებმა სულ 3 საკითხი განიხილეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვას დღეს დარბაზში ხმაური მოჰყვა. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვები სარეზერვო ფონდის დახარჯვასთან დაკავშირებით გაუჩნდათ. ნუგზარ ბოლქვაძის განცხადებით ფონდიდან თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და იგი ქართული ოცნების მხარდამჭერებზე გაიცა. დაპირისპირების მიუხედავად 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს 18-დან 17-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. 50% სარეზერვო ფონდის განკარგვისა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არასწორად აქ გახარჯული და საფუძვლიანი ეჭვი წევს იმისათვის რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ორჯერ აქ 2 თვის განმავლობაში თანხა აღებული და ამისათვის გამოვედი წინადადებით რომ აღნიშნული საკითხი იქნას ძირიანად შესწავლილი და შეიქმნას კომისია. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე. მისი განმარტებით სარეზერვო ფონდიდან თანხები უკიდურესად შეჭირვებულ მოქალაქეებს მოხმარდა. იგი განმარტავს რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც თანხების დახარჯვის მიზნობრიობას შეისწავლის. ყველა თანხა თითოეული თეთრი თავისი მუხლებიდან გამომდინარე მიზნობრივად იხარჯება. სარეზერვო ფონდი წარმოადგენს იმ ფონდს, რომლის საშუალებიდან ჩვენ მაქსიმალურ დახმარებას ვუწევთ ჩვენ მოსახლეობას, განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 12.788.840 ლარს შეადგენს, საიდანაც 10.428.914 ლარი დაიხარჯა. გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკური პროექტების გარდა ბიუჯეტით გაწერილი ყველა ვალდებულება შესრულდა. ხარჯვითი ნაწილი ძირითადად შესრულებული არის 12.790.000 ლარი. ძირითადად ინფრასტრუქტურის დარგში შესრულებული არის 78%, ხოლო ეკონომიკურ დარგში შესრულებული არის 61%. ეს ეკონომიკურ დარგში შესრულების პროცენტი აღნიშნე რის გამოც არ იყო, რადგან ციტრუსის თანხები იყო და ამიტომ არ მოხდა შესრულება, ხოლო დანარჩენი დარგობრივად ყველა დარგში განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა ყველა დარგში არის შესრულება, რომელიც დადებითი არის და დადებითად შეაფასა საკრებულოს. რატომ ვერ განხორციელდა ეკონომიკური პროექტები და რა ბედიელის გასული წლის ბიუჯეტით დაგეგმილ ღონისძიებებს? ამ კითხვებზე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ სირაბიძემ პასუხის გაცემა არ ისურვა.